აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია აბულაძე დღეს ხულოს რაიონში სოფელ დიდაჭარის და დიოკლისის საჯარო სკოლებში გამოსაშვები გამოცდების პროტესტის მიმდინარეობას დაესწრო. წინასწარი გამოცდა დღეს მოსწავლეებმა ქიმიასა და ფიზიკაში ჩააბარეს. პროტესტის შემდეგ განათლების მინისტრი ამავე სკოლის პედაგოგებს შეხვდა და სკოლაში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. გია აბულაძემ მათ სამინისტროს სამომავლო გეგმები გააცნო. პროტესტი ხულოს რაიონის 5 საჯარო სკოლაში 12 აპრილს დაიწყო და ხვალ მათემატიკის გამოცდით დასრულდება. დიდაჭარის სკოლაში, სადაც სტარტდება საატესტატო გამოცდების აპრობაცია, მოსწავლეებს გავესაუბრე და ისინი კმაყოფილი არიან ამ აპრობაციით, მათ მიიღეს გამოცდილება და ასე ვთქვათ, ისინი ასევე ამბობენ, რომ მზად არიან და მათთვის რთული არ არის ეს გამოცდები. ზოგი საკითხები იყო ისეთი, რომელიც რთული იყო, მაგრამ იყო ისეთი საკითხები, რომელიც იყო ძალიან ადვილი და მარტივი. არ გამჭირვებია და მე ვფიქრობ, თუ ასეთი ტესტები იქნება, ადვილად გადავლახავ ბარიერს საატესტატო გამოცდებს. დიდაჭარის საჯარო სკოლაში პროტესტი წარმატებით მიმდინარეობს. ამ დროისთვის ჩაბარებული აქვს ბავშვებს 4 ძირითადი გამოცდა. დარჩენილი გვაქვს გამოცდა ქიმიაში, რომელსაც დღეს დაამთავრებენ. ტესტები არ იყო რთული, ბავშვები ამბობენ, რომ ძალიან მარტივად ასრულებდნენ დავალებებს.